შენ უყურებ ოზემპიქს, ისე თქოს რაღაც ჩაუბაზარზე ნაყიდი აკრძალული ხილი იყოს. მაშინ როცა ეს არის ნამდვილი ფარმაკოლოგიური რევოლუცია, რომელსაც აქვს უნარი მთლიან შეცვალოს შენი ჰორმონალური სისტემა. და სწორედ ამიტომ არის ის სახიფათო. არა იმიტომ რომ ცუდია, არამედ პირიქით, ზედმეტად ძლიერია და ზოგჯერ ამ ძალას აქვს ფასი. შენი კუნთური მასა და ჯანმრთელობა. ამ დროს ადამიანები საერთოდ არ აღიარებენ ოზემპიკის არსებობას. ამ პირიქით მეორე უკიდურესობა იყენებენ მას არამიზნობრივად. იკლავენ წონას, მაგრამ რჩებიან ცხიმიანები. ამ დროს კითხვის ნიშნის თქოს სვამენ საკუთარ ჯანმრთელობას და კუნთოვან მასას. ამ ვიდეოში მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი, გასწავლე საერთოდ რა არის ოზემპიკი, ვისთვის არის ეს მაგიური წამალი, რა არის ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წერტილები, რომელსაც უნდა იფიქრო კუნთოვანი მასის კარგვა და ჯანმრთელობის რისკები და მოგცემ სამ მნიშვნელოვან კვებით სტრატეგიას, რომლითაც ამ რისკებს გადააწყობ. პირველ რიგში გავიგოთ რა არის ოზემპიკი. ეს არის მედიკამენტი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ბაძავს ბუნებრივ ჰორმონს GLP-1-ს, გლუკაგონის მსგავს პეპტიდ 1-ს, რომელიც მარტივად რომ აგიხსნა, არის მესენჯერი. მას ნაწლავები გამოანთავისუფლებს ყოველი კვების შემდგომ, მისი ფუნქციაა გაიქცეს პანკრეასთან და უთხრას მაო, ადექი საჭმელი მოდის და ინსულინი გამოანთავისუფლე. და მაშინ თუ ეს ბუნებრივი პროცესია, წამალი რაში გვჭირდება? იმიტომ რომ შენ GLP-1 არის საკმაოდ სუსტი. გამონთავისუფლება თავის საქმეს შეასრულებს და 2 წუთში ქრება, იშლება. და მაშინ როცა შენ გუშინ წინ გაიგე ოზემპიკის არსებობის შესახებ, გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ ოზემპიკის პირველი მომხმარებელი იყო ეს რეპტილია. მეცნიერებს აინტერესებდათ, როგორ ახერხებდა ეს კონკრეტული ქვეწარმავალი თვეში ერთხელ ეჭამა, შუალედში არ მოშიებოდა, ამასობაში ჰქონდა ენერგია და სისხლში გლუკოზას ნორმალურად ერეგულირებინა, რის გამოც მის შხამში იპოვეს ცილა, პეპტიდი, რომელსაც ექსტენდინ 4 დაარქვეს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში GLP-1-ს ბაძავდა. ანუ აქვეითებდა მადას. უბრალოდ ერთი მთავარი განსხვავება იყო. თუ GLP-1 2 წუთი მოქმედებდა, ეს ექსტენდინ 4 მოქმედებდა 2 საათი და აქ დაიწყო ფარმაკოლოგიური რბოლა. გამოსცეს პირველი მედიკამენტი, პირველი თაობის, იგივე ლირაგლუტიდი, საქსენდა, რომელიც გააძლიერეს და ადამიანის ორგანიზმში 13 საათი მოქმედებდა. ამის შემდგომ მეორე თაობის მედიკამენტი სემაგლუტიდი, ჩაინაცნობი ოზემპიკი, რომელიც კიდევ უფრო ძლიერია და 1 კვირის მოქმედება აქვს და ამასობაში ჩემპიონი კერზაპატიდი. იგივე მოუნჯარო, რომელსაც ასევე 1 კვირიანი მოქმედება აქვს, მაგრამ ერთდროულად მოქმედებს 2 ჰორმონალურ წერტილზე ორგანიზმში. და მაშინ საერთოდ როგორ იწვევს ოზემპიკი და მისნაირები წონის კლებას? პასუხი არის ის, რომ ის უტევს შენს ორგანიზმში 3 მთავარ წერტილს ერთდროულად. პირველი დარტყმა არის კუჭზე. ეს არის ის ძირითადი ეფექტი, რასაც შენ ფიზიოლოგიურად გრძნობ. ის ამცირებს კუჭის დაცლის სიჩქარეს. ანუ საკვები, რასაც მიირთმევ, კუჭი უფრო დიდხანს ყოფდება, რის გამოც შენს უფრო დიდხანს დანაყრებული ხარ და ამასობაში გაქვს გულისრევის შეგრძნება, რომელსაც ცოტა ხანში მოგიყვები. მეორე წერტილი დარტყმის არის შენი ტვინი, ცენტრალური ნერვული სისტემა, ის მოქმედებს ჰიპოთალამუსში, მადის მარეგულირებელ ცენტრზე, სადაც აქვეითებს შენ მადას და ასევე დრაივს ლტოლვას საკვებისადმი. ეს არის 99% შედეგის მექანიზმი, საიდანაც მოდის, რის გამოც შენ საერთოდ გავიწყდება საერთოდ საკვების არსებობა. და მესამე, ის მიდის პანკრეასთან და აიძულებს უფრო მეტი ინსულინი გამოანთავისუფლოს, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა სისხლის გლუკოზა მაღალია. ასევე ის მიდის ღვიძლთან და გლუკაგონს, ჰორმონს, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ღვიძლიდან უკან გამოიყვანოს გლუკოზა, მას აქვეითებს. და მაშინ კითხვა ისმის, ეს სამაგი დარტყმა რა ეფექტს მაძლევს? რევოლუციურ ეფექტს, რომელიც ალბათ ბარიატრიას სულ მარილ ჩაანაცვლებს. სტეპ 1 კვლევა, რომელიც იკვლევდა სემაგლუტიდს, ოზემპიკის ბიძაშვილს, გვანახა გრძელვადიანი მოხმარებისას სხეულის მასის 15%-ის კვლევა. ანუ 100 კილოგრამი ადამიანი გრძელვადიანი მოხმარებისას იკლებდა დაახლოებით 15 კილოგრამს. სურმაუნდ პირველმა კვლევამ, რომელმაც დატესტა მოუნჯარო, იგივე ტირზეპატიდი, მანახა კიდევ უფრო მეტი შედეგი. გრძელვადიანი მოხმარებისას 21%-იანი სხეულის მასის კვლევა. აი მაშინ, როცა წინ კიდევ ბევრი წამალია, იგივე მედიკამენტი, რომელიც ჯერ არ გამოსულა, სამმაგი აგონისტი, იგივე რეტატრუტიდი, რომელიც ერთდროულად 3 წერტილზე იმოქმედებს ადამიანის ორგანიზმში, გვპირდება მეორე კვლევით, მეორე ტიპის კვლევით 24%-იან სხეულის მასის დანაკლისს და ეს არის მეგობრებო რევოლუცია. პირველი ისეთი შედეგი, რომელიც ბარიატრიის მიღმა მეხმარება ასეთი ეფექტით წონის კლებაში. მაგრამ რის ფასად ხდება ეს ყველაფერი? პირველი, კუნთოვანი მასის ხარჯზე. როცა შენი ორგანიზმი იქცევა არაადეკვატურ კალორიულ დეფიციტში, სტრესში, ის განგაში სიგნალს თავს და წოვს ყველაფერს, როგორც ცხიმს, ისევე კუნთს. მაშინ როცა შენ მხოლოდ დაირწვა ოზემპიკს და სხვაზე არაფერზე ფიქრობ. DEXA სკანირებით ჩატარებულმა კვლევებმა სტეპ 1-ის დროს დაკლებული წონიდან გამოავლინა, რომ 40%-მდე იყო ცხიმგარე მასა, ანუ კუნთოვანი მასა და ეს არის კატასტროფა.
ადეკვატური კლებისას კუნთოვანი მასა დაკლებული ტონის 20%-ზე მეტი არ უნდა იყოს. სწორედ ამიტომ კითხვის ნიშანი, რომელიც ხდება პირველი არის დამაკლდება თუ არა კუნთოვანი მასა, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი გრძელვადიანი რისკ ფაქტორია ამ მედიკამენტების მოხმარების. მეორე წერტილი, რომელიც რისკის ქვეშ დგება, არის შენი ვიტამინების დეფიციტი. მაშინ როცა არაფერს ჭამ, რა მნიშვნელობა აქვს სუხიშვილების დიეტით დაიკლებ თუ ოზემპიკის მერე, ვიტამინების და მინერალების დეფიციტი ის არის, რაც უნდა იფიქრო. კვლევებმა დაკვირვებებმა გამოავლინეს კონკრეტული ვიტამინები, რომელიც დეფიციტის რისკის ქვეშ არის. ეს არის D ვიტამინი, B12 ვიტამინი და ორი მინერალი, რკინა და კალციუმი. და მესამე რისკი არის შენი მენტალური ჯანმრთელობა და ემოციების ნაკლებობა. სიამოვნების დაქვეითება. გახსოვს გითხარი, რომ ეს მედიკამენტები მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, შენ ტვინზე. და აქ არა მარტო დანაყრების შეგრძნებას ზრდიან და ამცირებენ მადას, არამედ მოქმედებენ დაჯილდოების სისტემაზე. ნაკლები დოფამინი გამონთავისუფლდება შენი სასიამოვნო კვების მერე. და კითხვა, სად არის აქ პრობლემა? იქ რომ ზოგიერთ ადამიანში არა მარტო კვებისგან მიღებულ სიამოვნებას ამცირებს, არამედ ყველა სხვა საქმიანობის, მეგობრებთან გართობის, მუსიკის, ჰობის, ამას ანჰედონია ქვია, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამართავია პროცესში. და მაშინ როგორ მოიქცეთ თუ ეს სწავლები ესეთ საშინელებაა? პასუხია, რომ ეს სწავლები არის საშინელება. ეს არის საკმაოდ ძლიერი იარაღი დღევანდელ რეალობაში სიმსუქნესთან ბრძოლაში. მაგრამ კატაბოლურ, ანუ დამშელობით პროცესებში ჭირდება ანაბოლური, ანუ შენებელი ფარის დახვედრება შენ მხრიდან. რის გამოც ეს სამი პრაქტიკული კვებითი რჩევა დაგეხმარება ამ მედიკამენტების დროს, რომ რიზიკები გადააზღვიო. პირველი არის ცილის დაპრიორიტეტება რაციონში. მაშინ როცა შენ 1.5 გრამი გჭირდება კილოგრამზე ყოველდღიურად, ანუ 100 კილოგრამ ადამიანს დაჭირდება მინიმუმ 150 გრამი ცილა, რომელიც იქნება ანაბოლური ფარის პირველი ნაბიჯი. ამ დროს შენი რაციონის დაახლოებით მესამედი ცილებიდან მოდის, რომელიც არა სასურველი, არამედ უპირობო პრიორიტეტია, თუ გინდა შენი კუნთური მასა დაიცვა. მეორე, ძალისმიერი ვარჯიში. საკვები არის საშენი მასალა. როცა ვარჯიში არის სტიმული, შენს ორგანიზმს რამდენად უნდა უთხარო ის კუნთები, რაც გავს გჭირდება და არ დაწვას. ანაბოლური სტიმული არის ცილა და ვარჯიში ერთად. მაშინ როცა საქმე მიდგება კვებით მენეჯმენტზე, მესამე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი არის გულისრევის მენეჯმენტი. ისე დონეზე შეიძლება ქონდეს გულისრევის შეგრძნება, რომ საკვების არსებობა დაგავიწყდეს საერთოდ, კი და ხსენება არ გინდოდეს. გახსოვს გითხარი, რომ კუჩი საცობი წარმოიქმნება. დიდი ულუფა საკვების მიღებისას, მით უმეტეს ცილოვანი საკვების მიღებისას, შეიძლება გულისრევის შეგრძნება ქონდეს, რამაც შეზღუდოს შენი ჯანსაღკვების მიმდევრობა. ამიტომ პირველი რჩევა არის მცირე ულუფებით ხშირად ჭამა. მეორე სტრატეგია ამ დროს არის ცილის დაპრიორიტეტება რიგითობით. ანუ ჯერ ცილის პრინციპი უზემპიკის და მედიკამენტების დროს აქ არის რელევანტური რჩევა დაიწყე ცილით. რატომ? იმიტომ რომ თუ ორი ლუკვის მერე ჭამა აღარ მოგინდა, დარწმუნდა რომ ცილა მაინც გაქვს მიღებული. და მესამე რჩევა თხევადი კალორიები. რათა შეატყობ რომ შენ ვეღარ ჭამ საერთოდ, თხევადი კალორიების და თხევადი ცილების წყარო. იქნება ეს პროტეინ შეიკი, იქნება ბერძნული იოგურტი ან იოგურტი მაღალცილოვანი, თუ ძვლის ბულიონი, შენი მეგობარია პროცესში. აი, გავიგეთ რომ ეს ამბები არის ეფექტური, მაგრამ თავი კითხვა ისმის, საერთოდ ვისთვის არის ოზემპიკი და მისი ბიძაშვილები. ეს არ არის მეგობრებო ლაიფსტაილი ზაფხულამდე 5 კილოგრამის დაკლება მინდა ან ვაიმე ახალ წელს რამდენი საჭმელი მომივიდა წონა დავიკლო ზამალი. მიუხედავად იმისა რომ ინფლუენსერები ისე აპირებენ რომ ან ძალიან მარტივია ან პირიქით კატასტროფაა. სადღაც შუაშია სიმართლე. ეს არის ძალიან ძლიერი მედიკამენტი, რომელიც მარტო წონის კლუბისთვის კი არა. პირველი მისი გამოყენება ტიპი 2 დიაბეტის მენეჯმენტში იყო. ამიტომ კრიტერიუმები, რომლის დროსაც ვიცით რომ ოზემპიკის, ანუ GLP-1 აგონისტების ჩართულობა შეგვიძლია, არის შემდეგი. შენი სხეულის მასა უნდა იყოს 30-ზე მეტი, ანუ BMI, რომელიც სიმსუქნეს ნიშნავს, ან მეორე კრიტერიუმი, სხეულის მასის ინდექსი, ანუ BMI იყოს 27-ზე მეტი. ჭარბწონიანი ადამიანისთვისაც ერთი მეტაბოლური დარღვევა მაინც აქვს. ეს არის ინსულინური რეზისტენტობა, სისხლში გლუკოზის მიმოსვლის დარღვევა, ლიპიდური სპექტრის დარღვევა, მაღალი წნევა. ეს არის ორი კრიტერიუმი, რითიც გილოცავ, საქართველოში ოზემპიკი რეგისტრირებული მედიკამენტია, აღარ არის საჭირო მისი შავ ბაზარზე ძებნა. მიდიხარ ენდოკრინოლოგთან, შენ ისტორიას უყვები, აბარებ ანალიზებს და ერთად საზურავთ. გჭირდება თუ არა ამ მედიკამენტის ჩართულობა სიმსუქნის მენეჯმენტში. მაგრამ იმიტომ რომ ეს ყველა პრინციპი შენ სამზარეულოში წყდება, შენ მენეჯმენტისთვის მხოლოდ ენდოკრინოლოგი როგორც წესი არ გმარა. გჭირდება ადამიანი, რომელიც ადეკვატურად მოყვება და რომელსაც ცოდნა ადეკვატური წყაროებიდან აქვს მიღებული და არა YouTube-ის ვიდეოებით განათლებული ფურცელზე მიდგამნილი რაციონებს რო აფრიალებენ და დოიპოსლეს როგორ ქვია. Before after-ის შედეგების რო აფრიალებენ Instagram-ზე, არამედ ადამიანი, ვისაც ადეკვატური ცოდნა აქვს ამ მიმართულებით მიღებული. ადამიანს, რომელსაც ჩაირთვა პროცესში თან ეხლა კითხე ერთის სადა განათლება მიღებული. თუ გითხრა ამერიკის სპორტული მედიცინის აკადემია, ჩვენი აკადემია, მაშინ გული მშვიდად გქონდა სამწუხაროდ სხვა ამაზე უფრო აკრედიტებული წყარო ჩვენ ქვეყანაში ჯერჯერობით არ არსებობს. თუ არ გამოიწერო ჩვენი ახი? ანუ ამოვიღო არ თქვა.
ანუ ან არ უნდა თქვა გამოიწერი არხი ან გავიგე შემეშვი ასე რომ ოზემპიკი არის სასწაული რომელიც მეხმარება სიმსუქის მენეჯმენტში ეს არ არის ოღონდ პასიური პროცესი დავირჭე და მე თავის საქმე თვითონ ეს არის აქტიური მენეჯმენტის პროცესი სადაც შენ გაქვს ფორა ამ მედიკამენტმა დაიქვეითა მადა ლტოლო საკვებისადმი და შენ თუ აქამდე ჯანსაღყოფის პრინციპები არ დაგინერგავს სწორედ ეხლა დროდან ერგო ამისთვის იცოდე რომ მას აქვს თუ ეს არ დაიცავე შესაბამისი ფასი ეს ფასი არ არის მარტო ის ფული რომელსაც დიდი ოდენობით იხდი არამედ შეიძლება ეს ფასი იყოს შენი ჯანმრთელობა და შენი კუნთები და თუ არ გინდა რომ ეს ფასი გადაიხადო მაშინ გამოიწერე ჩვენი არხი და ისწავლო მტკიცებულობაზე დაფუძნებული ნუტრიციოლოგის საფუძვლები ან აიყვანე ადამიანი რომელიც ცოდნით ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს რომელზეც მოგიხევით ჩვენ მომდევნო ვიდეოში შევხვდებით